შიდა. გამარჯობა მეგობრებო, მე ნინო ვარ. რამდენიმე დღის წინ კი არა და დღეს დავუბრუნდი ერასმუსის 10 დღიანი ბანაკიდან. სანამ წავიდოდი, ფიქრობდი იმაზე, რაღაცა ვერ ვიპოვე რა, მახსოვდა რომ ჩემი მეგობრებმა რაღაც მაჩუქა და მახსოვდა რომ ჩემი მეგობრებმა რაღაცა მაჩუქა და ვერ ვიპოვე. მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ ბევრი რაღაც სუვენირი მაქვს, ან რაღაც ისეთი ნივთი, რომელიც ბევრი ვინმეს გამახსენებდა და რამეს გამახსენებდა, მაგრამ ესა ერთად არ შემინახავს და შეიძლება მარტივად დამეკარგოს ყველაფერი. რაც არ არის მეზამენს კარგი ამბავი ყველა მით ხო? სულ გადავწყვიტე, რომ როცა დავბრუნდებოდი, მოგონებების 5 გამეკეთებინა. ნუ ეხლა ყველაფერი ისედაც ვერ შევაგროვე, რაღაცები ნახე და მოვიძიე. რაღაცა მართლა დამეკარგა და მგონია უფრო უნდა მომხდარი, უნდა დამეკეთებინა. ეს მემორი 5 და თამაში მოდელი მაგარი არ მოცე ყველა. So მაგრამ შეგვიძლია არის, просто იცოდეთ რომ თუ რა თქვენ აკეთებთ ერთ-ერთ დააკეთოთ მემორი 5, ეს არის ნიშანი იმის, რომ უნდა გააკეთოთ. და ჩემი თქმა კიდევ უფრო ავრიე. დაივიწყეთ. ჩემი თქმა, მემორი 5 არა. ეს ზოგადად ოკეი, ახლა ნახოთ ეს 5 ვნახე სახლში. და შეგვიძლია რომ უკვე დავიწყოთ ჯერ ჩალაგება თუ ჯერ ხომარ. ოკეი, ჯერ მოდი ეს რაღაც ფირქები არ მომწონს, ძალიან საახალწლო განწყობა შემოაქვს ახალი წელი, მთელი ცხოვრება ახალი წელი არ არის არა. ყოველ დღე კი არის ახალი დღე და წლის ათვა შეგიძლია ნებისმიერი დღიდან დაიწყოს, ალბათ. მაგ როგორც ის მიმები იტყოდნენ, რომლებიც იმხოლოდ დასწინებენ ახალ წელს აღნიშნავს ხოლმე. ოკეი. ოკეი, რამდენს ვლაპარაკობ? კარგი. დავიწყოთ სტიკერების დაკვრით და მე რაღაცებს გავიხსენებ და საიდან არის რაღაც ნივთად. ყველა გარნაქვს რაღაცები დაიმატება ალბათ, მაგრამ ნუ დასაწყისისთვის ისინი ჩავალაგოთ. ერთ საწერია ვიღებ კომპლიმენტებს და სამსახურის შემოთავაზებებს. ეს ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ რომ ჩემს ადგილს ამბობს. დავიღოთ და დავწებოთ. Lucky I didn't see you. მგონი ყველა სტიკერი არა მიღია. მე რაც მომეწონა ავიღე. ნუ მაქვს კიდე ან ჩემი საყვარელი ადგილი ყველგან არის ბიბლიოთეკა. არ ვიცი, წალენჯიხაშიც ბიბლიოთეკა იყო ჩემი. წალენჯიხში ვცხოვრ, ესეც ანუ იქიდან ვარ. ვეიქეც და წალენჯიხაში რაც კი ბიბლიოთეკა არსებობს, ყველა ბიბლიოთეკა ვიცი და ნამყოფი ვარ. არ ვიცი ვახსოვარ თუ არა ყველას ბიბლიოთეკარს, მაგრამ როცა მივდივარ ხოლმე, ბოლოს რო ვიყავი, ანუ პირველად ვიყავი მას შემდეგ რაც სკოლა დავამთავრე და ჯერ შემხვდნენ რაღაც მიმიღეს და რაღაც მაინტერესებდა და გამარკვიეს და რაღაცა მერე შენ ის გოგო არა ხარო სულ ფაქრად დავდიოდი ამაში კი მე ის გოგო ვარ და ნუ მე როგორც ხდება ხოლმე პეტრე ქალაქებში აი შენ ხო იმის გოგო ხარ და ნუ კი so და ეს არის ბიბლიოთეკა und ეს არის ეკორპუსის ბიბლიოთეკა და ეკორპუსის ბიბლიოთეკა მაინც ისე არ მიზიდოდ ანუ ყველაზე ცოტა დრო მგონი მანდ მაგ გატარებული მაგრამ მაინც მიყვარს რა you know that დავაწევთ აი ესე კარგი ხა მგონი დიდი სტიკერი მაქვს ძალიან დიდი სტიკერი მე ძალიან მომწონს ეს ენტომოლოგიის კლუბში რომ ვიყავი ბოლო სემესტრში მაშინ ეს სტიკერები გვაქვს კაბოლის პროექტიდან შემორჩენილი სტიკერები და გვირიგეს და ძალიან საყვარელი სტიკერებია ძალიან ლამაზია და ორიგინალურია ახლა მჭირდება მაკრატელი რომ ეს ამოვჭრო და დავაპატარაო როცა სტიკერი დიდია მეგობრებო ის უნდა დავაპატარავთ that's the point that's the rule you know I know so again ახოს მოვიდეთ თქვენთან შეიძლება nice გადავკეთ ეს მოკლედ ახლა გამოიყურება ასე Lucky I didn't see you მესმის არ მოგწონთ შეიძლება მაგრამ ეს ხომ არ არის დასასრული არა მეგობრებო მე დაიმატები კიდე სტიკერები ჩავალაგოთ რაც მომხდება ხელში ჩავალაგოთ
ითი დავიწყოთ. დავიწყოთ ახლა ერასმუსის ბანაკში რომ ვიყავი ცხედარში. აი მაგ. So, okay. აქ მაქვს ეს დაკუჭული იყო. ერთ-ერთი აქტივობა იყო, რაც გავაკეთეთ. 5 ფურცელია და სხვადასხვა ფერის ფურცლებია და სხვადასხვა შინაარსის კითხვებზე არის პასუხი გაცემული რა, ინდივიდუალური სავარჯიშო იყო. რავი, ერთ ფურცელზე იყო მაგალითად ძალიან ზოგადი კითხვები, კითხვებზე პასუხები, მეორეზე ისეთი, რომელიც ოჯახს უკავშირდებოდა, მესამეზე ისეთი, რომელიც პირადად შენ უკავშირდებოდა, მეოთხეზე მეხუთეზე ის იყო, რაც კიდევ უფრო ღრმად ჩადიოდა შენს პიროვნებას გამოხატავდა და ამბავი ის იყო, რომ რაღაც ეს არის 5 რაღაც ფენა, რომელიც ადამიანს დაკრავს. ეს არის საზოგადოება, ოჯახი, გარემო, რაც იზრდება, საკუთარი თავი და მე საკუთარი ღირებულება და მოკლედ რაღაც ესეთი აქტივობა იყო ძალიან საინტერესო იყო დამოუკიდებლად და მე ბოლოს დავკუჭეთ რაღაცნაირად კარგი შეგრძნება დამეტოვა არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ ვიგზავნე რომ ყოველ წამს შეგიძლია თქვა რაღაცაზე უარი და რაღაცა თავიდან დაიწყო არ ვიცი რომ მაგ მომენტში მიმჭირდებოდა ოკეი ამ დაკუჭულს ისევ როგორც დაკუჭული კიდე ეს ერთ-ერთი აქტივობა იყო ერთ-ერთი აქტივობა იყო ესეთი რომ უნდა გავსულიყავით ქალაქში დავალებები გქონდა ეს კითხვები ტოპიკები რასაც შეგვესრულებინა და ერთ-ერთი იყო რეცეპტი ჩააწერინეთო ქართული კერძისო რომ ვინმეს გზად შეხვდებათო და ერთი ოჯახი შეხვდა რომელმაც შეგვიპატიჟა სახლში და დაგვიწერეს ხინკლის რეცეპტი და ყველაზე საყვარლობა იყო ის რომ გოგონა წერდა ამ რეცეპტს ინგლისურად წერია და დედამისი არ ნახობდა ესპანურად. და ესპანეთში მუშაობდა რამდენიმე წელი და იცოდა ესპანური. ძალიან საყვარლები იყვნენ, ძალიან მომეწონა. ძალიან გამიხარდა რომ შევხვდით მათ. გეცერთი ბარემ ერას ვიყავი ამ ბანაკის ამბებით მოვჩეთ. ხო, მე წამოვიღე კიდე წერილები რომლებიც ბოლოს დავუწერეთ ერთმანეთს. და ძალიან საყვარლებია. გამიხარდა. ძალიან კარგი იყო ნამდვილად. ეს არის წერილები მოკლედ. ეს არის ბეჭედი, აი ამ დავალების ფარგლებში ასეღან ვისაუბრე. ესეთი დავალება იყო ხეზე დაქორწინება და მე და თქმა უნდა ვინ დაქორწინებული იყო ხეზე თუ არა მე. So that's the ბოდიში. ბოდიში გაიგზნა. But I like it. I really like it. Oh my god. What მომწონს ძალიან. Oops. ეს ბეჭედიც შევინახოთ. ეს წერილები აქ კიდე არის. ფერადები. მე ყველას დავუწერე ამონარიდები ვეფხის ყავისიდან. აფორიზმები. და იმედია მოიწონებათ. მოკლედ, ძალიან კარგია. ერასმუსის ბანაკებზე უნდა იაროთან, როგორც ვიცი, სხვები შეფარდება. მე პირველად ვიყავ, მაგრამ ვინც ბევრჯერ არიან ნამყოფები, მე უმაღლესი გულით შეფარდეს ეს ბანაკი და I like it. Okay. ეს არის დაბადების დღეზე მოსალოდნელი ბარათები და ეს მგონი ეს ბარათი კონკრეტულად ზულეს ქაღალდებია. და ზოგადად ზულეს არ ვიცი, უბრალოდ გენიუსი ადამიანდა. ზღაპრიდნარი გადმოსული, რომ ეს ქაღალდებით ამას წამკიცებს და ძალიან მიყვარს. ეს ჩავდოთ. ნამდვილი ფერადი რაღაცა მაქვს უკვე. ეს ცესკოს პეიჯი. არ ვიცი და მაინც კარგი მოგონებები. ჩავდა კარგი მოგონება არ მოკავშირებს ამასთან. მაინც ჩავდოთ.
აი ესეც ერთ-ერთი დადგმა დავუდგეთ გარემოს ხო ბანაკი იყო თავარი თემა იყო გარემოს დაცვა და სასწრაფოებრივი ბრადი განვითარება და ხო რაღაცა დადგმა დავუდგეთ რაც ღვინო ვიყავი და ძალიან თავი მომქონდა რაღაცა და მოხდებით ჭირდებოდა თავიდან გავაკეთეთ no და რა მოხდება ის მოხდება ძალიან უკაცრავად ოღონდ აი ამას საერთოდ სხვა ისტორია აქვს ეს აქციებს უკავშირდება როცა აგვიკრძალეს ნოემბრის მერე მგონი იხბების ტარება მეთქი გამარჯობა მე მგონი ესეთი პირველი ვიყავი ვინც მაშინ საერთოდ ნიხბით გამოვიდა და მე ყველა ნიხბით დაიწყო სიარული არის მე მხოლოდ ერთი ორი დღე მეკეთა ისიც უბრალოდ დემონსტრირებისთვის რომ არა იღაბი მაინც მეკეთე და აბა მოდი რა მითხარი მე უკვე როცა ეგ ნიხბები მაინც უსაფრთხო აღარ იყო გულისხმობ იმას რომ როდესაც ადამიანებს შავი ნიღბები უკეთიათ შენ რომ ამ ჭრელი ნიღბით გამოყვალ ისინი საფრთხეში ვარდებიან ესე ახსენეთ ბოლოს ან მე ვარდები საფრთხეში და ეგენი უფრო შესამჩნევი გახდნენ ბოლო დღეებში შემდეგ უკვე ისეს შამხოლოდ შავი ნიღაბი ყო და ვიდრე ესეთი ტიპები და ამიტომ უმჯობესია ხოლმე როცა სერიოზული დემონსტრაციებია ხოლმე ესეთი ჭკვევა რაღაცები არ გავიკეთოთ და გავიკეთოთ შავი yes right ხებზეც ვიფიქროთ ხოლმე oh my god ეს ეხლა აჭარიდან წამოვიღეს გვიდან ნიჟარები არის აქ ერთ-ერთ ნიჟარას განახერთ ბუმ 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 ის ძალიან ორს ნიჟარები და ზოგადად ზღვა მგონი ნუ არ ვიცი და იმიტომ არ ვიცი რომ ვირასხდეს ვერ ნუ ხშირი შეხება არის მგონი ეხლა სიმართლე ვქო მაგრამ რამდენად ვცადე ვერ ვისწავლე იმიტომ რომ სულ ახლა დაჭიმული და როგორც მივხვდი მთავარი ამბავი მანდ არის რომ მოდუნდე ვერ ვდუნდები იმიტომ რომ მგონი თუ მოვდუნდები you know მივხვდებით ვინც არის ციცულა so ისინი მივხვდებით ვინც იცით ესეც აქციებს უკავშირდება სასტვენია უბრალოდ და ზოგადად იმდენი სასტვენია მაგრამ აბი ერთ შევინახავ მაინც რომ ყუთს ეტყობოდეს რომ აქცია მეგობრებო და არა მასკარადი you know that I know that ეს მარიამმა ჩამომიტანა ჩემმა დეიდაშვილმა იელის უნივერსიტეტში იყო გაცვლითი პროგრამით 6 თვის განმავლობაში და ეს საყვარლობა ჩამომიტანა so შევინახოთ ვაიმე ეს არის საყვარლესი რაღაც აი სულაც შევამჩნიე ასეთი გოგონა ყავდა და იმდენი ვითამაშე რომ მეთქი ვაიმე რა საყვარელი ეთქო მე სულე მიყიდა და მაჩუკა და რა საყვარელია ძალიან მომწონს თუ იმის მოგწოდეთ რაღაცები ზულემის ერთი მაღაზია რომელიც გამოზიდა ალბათ და იქ არის ესეც რაღაცები და შემიძლია გაგიზიაროთ ეს გულსაბნევები არის საქართველოს უკრაინა ევროკავშირის ესეც ვერ ეტყობოდეს რომ აქ ვიღაც აქციები და ეს ნეფერტიტი ხო ნეფერტიტია ja ეს ელზა მაჩუკა ძალიან მომწონს ეს ბურთი მაგდი ჩაგურთის სანდროს ნაჩუქარია ეხლა რომ რაღაც ამას და ეს დროა რომ ვითამაშოთ ძმაო მაგდის ჩაგურთი ოკეი ისიც აქ იყოს სხვა ბურთით ვითამაშოთ და ეხლა ეს უნდა მეჩვენებინა აქ აწერია ბუნებარეს ბობობა ეს ბუნებარეში რომ დავიწყე მუშაობა რამდენი ხნის წინ 2 წლის წინ მაშინ ზულეს მაშინ გავიცანი დაგვირიგეს გულსაბნევები და მე ავირჩიე შემხვდა ბუნებარეს ბობობა და ესეც ბუნებაში მოგხდეს ეს უკვე როცა მოვდიოდი მაშინ
ბეიჯისთვის თუ რაღაც ბარათირობ, ნამდვილად უნებარეს პედაგოგი ვარ. ვინმეს რომ ეკითხა, თქვენ უკაცრავად მიბრძანდებით აქ ირმის წევრებში. უნებარეს პედაგოგი. რა პრობლემაა? ციც შევინახოთ. დღეისთვის მგონი საკმარისია. რაღაცები დასამატებელიც მექნება. რაც ძველი მაქვს, რასაც გადავუწყდეს. ხოს მაქვს შენახული კიდე რაღაცები და სრულად არ არის, მაგრამ ახლა აქ ესეთი ფორმა. ეგ არის. ტადამ! ეგ არის და სტიკერები კიდე დამრჩა დასაწებებელი. აი ეს სტიკერი დაწერია. თავისუფლება საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკებს. ესეც ერთ-ერთი აქციიდან არის. მოდი ეს ოს თქვენთ. აი, დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. მე დინა კვარაცხელია ვარ და ალბათ კიდევ შევხვდებით.